სემულო სტუმრებო, თბილისის პირველი მშრალი პორტი, თანამედროვე საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდა. სცენაზე ვთხოვთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. მივესალმებით ჩვენ საპატიო სტუმარს, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან სახელმწიფო მინისტრს, ბატონ აჰმედ ბინ ალი ალ-საიეხს. მივესალმები საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ბატონ ლევან დავითაშვილს. მივესალმები მშრალი პორტის გენერალურ დირექტორს, ქალბატონ ნინო ნემსაძეს. მოგესალმებით თითოეულ თქვენგანს, ჩვენი ღონისძიების სტუმრებს. დღეს ვართ ჩვენს დედაქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის მომსვლელი ოფიციალურად იხსნება და სრულფასოვან ფუნქციონირებას იწყებს თბილისის მშრალი პორტი, რომელიც არის რეგიონში პირველი თანამედროვე სარკინიგზო, საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი. თბილისის მშრალი პორტი 28,5 კვადრატულ ჰექტარ ტერიტორიაზე სამფაზად შენდება. უკვე ამოქმედდა პირველი ფაზა, რაშიც ჩაიდო $21 მილიონი ინვესტიცია. და ამ პირველი ფაზის დასრულების შემდეგ შესაძლებელია წელიწადში 100,000 კონტეინერის დამუშავება. დარჩენილი ფაზების დასრულების შემდეგ ის სიმძლავრე 200,000 კონტეინერამდე გაიზრდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი, რომელიც შეემატა ჩვენს ქვეყანას და ეს ობიექტი ჩვენს საზღვაო პორტებთან ერთად, როგორც არის ფოთის, ბათუმის და შემდეგ უკვე ანაკლიის პორტები, საკვანძო როლს შეასრულებს კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებაში. ის არა მხოლოდ ქართულ პორტებს მიემსახურება, არამედ საერთაშორისო საზღვაო ხაზებისთვის საკონტეინერო ჰაბის და დეპოს ფუნქციასაც შეასრულებს. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს კონტეინერების დამუშავების და გადაადგილების ოპერაციებს, განსაკუთრებით კი ჩინეთიდან და შორეული აღმოსავლეთიდან შუა დერეფნის მეშვეობით გადაზიდული ტვირთებისთვის. მშრალი პორტის სტრატეგიული მდებარეობა პირდაპირ წვდომა საერთაშორისო ავტომაგისტრალებთან, კავშირი ეროვნულ სარკინიგზო ქსელთან, ასევე სიახლოვე სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვრებთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან, მას რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ლოჯისტიკურ ცენტრად აქცევს. მე მინდა მადლობა გადავუხადო ინვესტორებს, აბუ-დაბი პორტების ჯგუფს, ჩვენს პარტნიორებს, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ნორვეგიულ ვილჰელმსენ პორტ სერვისს, ადგილობრივ კომპანია ინვეკოს, ყველა ინჟინერს და მშენებლებს, ვინც წვლილი შეიტანა ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს პროექტი არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკური განვითარების გზაზე, ასევე ჩვენი რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციას, სატრანზიტო ფუნქციას და უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გადაქცევას რეგიონის ჰაბად. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ მორწონებისთვის, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მშრალი პორტის გახსნა და ყველას მინდა გისურვოთ წარმატებები. მადლობა. დიდი მადლობა. სცენაზე ვთხოვთ პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ბატონ ლევან დავითაშვილს. მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, მივესალმები არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო მინისტრს, ჩვენს მეგობარს აჰმედ ბინ ალი ალ-საიეხს, ჩემს მეგობარს, მივესალმები აბუ-დაბი პორტის წარმომადგენლებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გახსნას აღნიშნავთ, რომელიც აძლიერებს ქართულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს და ეს მთლიანად შუა დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი შეიძლება გახდეს მომავალში. როდესაც ჩვენ საუბრობდით რამდენიმე წლის წინ შუა დერეფნის მნიშვნელობას და შუა დერეფნის მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკისთვის არის ძალიან დიდი, ზუსტად წარმოგვედგინა ასეთი ტიპის პროექტების განხორციელება, სადაც დამატებითი ღირებულება იქნება ქვეყანაში, დამატებით წარმატებული სატრანსპორტო ლოგისტიკური ოპერაციების განხორციელების გზით და ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტის წინაშე ვდგავართ, როდესაც ამ მნიშვნელოვანი პროექტის პირველი ფაზა უკვე დასრულებულია და უკვე ხვალიდან
თბილისის მშრალი პორტი სრულფასოვნად შეძლებს ოპერირებას. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ, რომ ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია ელემენტია იმისთვის, რომ ზოგადად განვითარდეს და გაიზარდოს შუადერეფნის კონკურენტუნარიანობა და ასევე გაძლიერდეს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე, ეკონომიკის განვითარებაზე, სატრანსპორტო და ლოგისტიკური სფერო ბოლო წლებში ცალსახად ერთ-ერთი მთავარი მდგენელია იმ ეკონომიკური ზრდის, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ამ კუთხით შესაძლებლობების გაზრდა უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ვფიქრობ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან შედეგიანი, ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად ეს ყველაფერი მიღწევადია და დღეს ზუსტად ამის მომსწრეები გახლავართ. ეს პროექტი ხორციელდება სოფლიოში აღიარებული, გამოცდილი სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სფეროში გამოცდილი კომპანიების მიერ ქართულ პარტნიორებთან ერთად. აქ არის წარმოდგენილი აბუ-დაბის პორტის ჯგუფი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო მზარდი საპორტო ოპერატორია მსოფლიოში და ასევე ქართულ პარტნიორებს ყავს უკვე მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში წარმატებით მოღვაწე ვილჰელმსონ პორტ სერვისის, რომელიც რამდენიმე 1000 პორტში ახორციელებს სხვადასხვა ტიპის საზღვაო სფეროს. ზოგადად ბოლო წლებში ტენდენციები სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სფეროში არის მართლაც დადებითი. 2024 წელს ჩვენმა პორტებმა თითქმის 20 მილიონ ტონამდე ტვირთის დამუშავება შეძლეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ ყველა მიმართულებით სატრანსპორტო სატვირთო გადაზიდვები გაზრდილია. 15 მილიონ ტონას გადააჭარბა სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვებმა 2024 წელს. აქაც მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს 2023 წლის მაჩვენებლებთან. მზარდი ასევე სარკინიგზო სატრანსპორტო სატვირთო გადაზიდვებიც. აქაც ჩვენ დაახლოებით 12 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის დამუშავება შევძელით და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ქმნის დამატებით ღირებულებას ქვეყანაში. ამ კონკრეტული ეგრეთ წოდებული მშრალი პორტის მნიშვნელობაც არის განსაკუთრებული, იმიტომ რომ ეს არის ახლებური მიდგომა ზოგადად სატრანსპორტო ლოგისტიკურ ოპერაციებში, როდესაც ჩვენ შეგვიძლია უკვე დედაქალაქთან ახლოს, ანუ სახმელეთო ტერიტორიაზე მოვახდინოთ ისეთი ტიპის ლოგისტიკური ოპერაციები, ისეთ დავამუშავოთ ტვირთი, რომ შევამციროთ გარკვეული ზეგავლენა წნეხი ჩვენ საპორტო ინფრასტრუქტურაზე, ბათუმში და ფოთში და ამავე დროს პირიქით დამატებით შემავსებელი იყო ეს იმ სერვისების, რომელსაც ჩვენ საზღვაო პორტებში ვთავაზობთ ჩვენს კლიენტებს და მე იმედი მაქვს, რომ სულ მალე ეს პორტი იქნება დამატებითი რგოლი, რომელიც დაეხმარება არა მხოლოდ ფოთს და ბათუმს, არამედ ანაკლიის პორტს და ანაკლიის პორტისთვისაც იქნება ერთ-ერთი შემავსებელი ინფრასტრუქტურა. როგორც პრემიერ-მინისტრმა უკვე აღნიშნა, ამ პროექტის მდებარეობა განსაკუთრებულია, ის დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს და შესაბამისად ქალაქის სატვირთო მომარაგებისთვის მას დიდი როლი გააჩნია. ასევე ეს არის ერთ-ერთი კვანძი, სატრანსპორტო კვანძი, სარკინიგზო, სახმელეთო და საჰაერო ტიპის ტრანსპორტის დამაკავშირებელი და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მაქსიმალური კონკურენტუნარიანობით იქნება გამორჩეული ეს სატერმინალო ინფრასტრუქტურა. მე მინდა ასევე დასასრულს მადლობა გადაუხადო თითოეულ პარტნიორს, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა. მადლობა მინდა გადაუხადო არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას მუდმივი მხარდაჭერისთვის პროექტის განხორციელების პირველი დღიდან ამ პროექტს აქვს როგორც საქართველოს სახელმწიფოს, ისე არაბთა გაერთიანებული სახელმწიფოს მხარდაჭერა და რა თქმა უნდა მადლობა გადაუხადო კერძო ინვესტორებს, რომლებმაც საბოლოოდ ასეთი წარმატებული პროექტის რეალიზება შეძლეს. წარმატებები. სცენაზე ვიწვევთ ჩვენს საპატიო სტუმარს, არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო მინისტრს ბატონ აჰმედ ბინ ალი ალ-საიեղს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებო, ძვირფასო სტუმრებო, კოლეგებო, პარტნიორებო, ქალბატონებო და ბატონებო. ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს თბილისში კვლავ ვიმყოფები ოფიციალურ გახსნაზე იმ იდეისა, რომელიც იქცა თბილისის მშრალი ინტერმოდალური პორტის სახით. ეს არის ჩვენი ერთობლივი საწარმო ვილჰელმსონ და ინვიგოს LLC შორის. ეს დინამიკა
მასშტაბი ლოჯისტიკური ობიექტი არა მარტო გაძლიერებს ვაჭრობას საქართველოსთან და მთელ ცენტრალურ აზიასთან, არამედ გაამყარებს კომერციულ გამტარიანობას აღმოსავლეთ დასავლეთით და ვაჭრობას გაზრდის. ჩვენ გავატარებთ საწარმოო სამომხმარებლო ტვირთებს აზიიდან, მათ შორის ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან, ევროპის მიმართულებით და პირიქით. ამას უხელმძღვანელებს ორი ქვეყნის ლიდერობა. ჩვენ ვაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან. სტრატეგიულ გლობალურ პარტნიორობას. ეს არის ჩვენი ხედვების გაზიარება, ჩვენი ფასეულობების გაზიარება, ჩვენი სულისკვეთება, რომ ურთიერთსასარგებლო ვაჭრობა ვაწარმოოთ და ეს იქცეს მშვიდობის, წინსვლის და სტაბილურობის გარანტი. თბილისის ინტერმოდალური მშრალი პორტი არის კომბინაცია იმ ძლიერი პარტნიორობისა და შეთანხმებისა, რომელსაც ხელი მოვაწერთ საქართველოში ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის სახით და მიზნად ისახავს გაორმაგებას არა მარტო ვაჭრობისა 480 მილიონიდან დოლარზე საუბარი 1.5 მილიარდ დოლარამდე მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ჩვენი თანამშრომლობის საფუძველზე, რომელიც განსაკუთრებულ ტარიფებზე იქნება დაფუძნებული და 95% საქონლისა იქნება გატარებული ამპორტის საშუალებით და გაძლიერდება საქართველოს სავაჭრო პარტნიორობა მსოფლიოსთან. ჩვენს ერებს შორის, რაც უკვე არის იმის დადასტურება, რომ გაძლიერდა გასამაგდა ამ პერიოდში 1.9 მილიარდი დირჰამიდან 580 მილიონამდე 2023 წელს. აბუ-დაბის საპორტო ჯგუფის ინიციატივა და ინვესტიცია ამ კონკრეტულ ინტერმოდალურ პორტში არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ეფუძნება ჩვენს თანამშრომლობას, ჩვენს მზარდ ურთიერთობას საქართველოსთან და არაბთა გაერთიანებული საამიროები მოუთმენლად ელის უფრო მეტ ინვესტიციას, უფრო მეტი კაპიტალდაბანდების განხორციელებას საქართველოში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისაც, რომ საქართველოს მთავრობასთან ახალი შესაძლებლობები ვიპოვოთ ამ ინვესტიციების განსახორციელებლად. საქართველო გარდა იმისა, რომ არის მრავალი საინვესტიციო შესაძლებლობის მქონე ქვეყანა, ასევე ძალიან დიდი ნიჭიერების საბადოა, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად მოვინდომოთ და ეს თანამშრომლობა წარმატებული გავხადოთ. საქართველოს კულტურა არის ის, რაც ჩვენ ძალიან ხშირად შეხება მომდევნო წლებში, როგორც საუბარი ქონდა ამ პერიოდში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს მთავრობას და მადლობა გადაუხადო უშუალებელი დახმარებისთვის, მადლობა სუხდი ასევე ინვესტორებისთვის. დიდი მადლობა. თბილისის მშრალი პორტის საქმიანობისა და შემდგომი განვითარების შესახებ ვიდეო პრეზენტაციის მეშვეობით შევიტყობთ. In the realm of the old Silk Road, at the crux of the new middle corridor connecting consumers and businesses across the world, Tbilisi Intermodal Hub in Georgia. The Caucasus region's most modern logistics center, a multimodal link between China and Europe, a low-impact route for east-west trade, connecting the Black Sea ports of Pati, Batumi, and in future, Anaklia, and the Caspian ports of Azerbaijan, and points further east, by rail, road, and sea, across Central Asia. Tbilisi Intermodal Hub, state-of-the-art efficiency and connectivity.
for global manufacturers in China, Asia, Europe, and the world. Tbilisi Intermodal Hub, the shortest trade route between Asia to Europe. Faster than any sea corridor and more environmentally friendly. Rail access, container yards, and handling with direct highway access. Just 70 kilometers from Armenia and Azerbaijan. Tbilisi Intermodal Hub, 50,000 square meters of container yards and 2,500 square meters of warehouses, only 7 kilometers from Tbilisi International Airport. Tbilisi Intermodal Hub with an initial capacity of 100,000 TEUs, but that's just the beginning. In early 2026, a fourth railway spur will come online with 10,000 square meters of long-term warehouse space and more container yards and truck depots. Tbilisi Intermodal Hub bringing economic growth and jobs to Georgia, the Caucasus region, and Central Asia. Tbilisi Intermodal Hub, a milestone in UAE-Georgia relations. From 80 Ports Group and our partners Wilhelmsen Port Services and Inveco. Connecting Georgia to the world.